მოგესალმებით პატივცემულო მაყურებლებო. დღეს ჩვენი მე-19 გადაცემა მითის საყოველთაო ჯანდაცვის სიკეთეზე. ვინც ჩვენს გადაცემებს თვალყურს ადევნებს, გემახსოვრებათ, რომ წინა გადაცემაში ჩვენ საუბარი გქონდა ფასების შეზღუდვაზე და მისგან გამოწვეულ პრობლემებზე, დეფიციტზე და ასე შემდეგ. და მათ შორის ვახსენეთ ჯანდაცვის პრობლემებიც. თუმცა ჯანდაცვის პრობლემებისთვის ვამჯობინე და ალბათ გასაგებია რატომაც, რომ ცალკე გადაცემა უნდა ჩაგვეწერა, რომელშიც შესაბამისად უფრო კომპეტენტურ სტუმრებს მოვიწვევდი და ისინი ამის შესახებ თუ რატომ და როგორ ხდება, უფრო მეც გვეტყვიან. სანამ სტუმრებს წარმოგიდგენდეთ, მანამდე მინდა მოგასმენინოთ ერთი პატარა აუდიო ჩანაწერი სტუმრებთან ერთად მოусვენ მეც, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო და ხშირად ისმოდა ის Facebook-ში და არა მარტო სხვა სოციალურ ქსელებში და რომელზეც ალბათ ხალხი იცინოდა, თუმცა ახლა მოусვინოთ კიდე ერთხელ და შემდეგ ამის გათვალისწინებით გავაგრძელებთ გადაცემას. სიმონ, ჩაგვირთე ჩანაწერი თუ შეიძლება. ირმაზორიაშვილი გისმენთ, გამარჯობათ. გამარჯობათ გისმენთ. რევმატოლოგთან მინდა ჩაწერა. ორშაბათს ვარ ჩაწერილი პირად ექიმთან და რაღაც 4 საათზე და იმ პერიოდში მინდა რევმატოლოგთან. ნახავ რევმატოლოგების განრიგს დამელოდეთ. მადლობა ლოდინისათვის ბატონო. 10 ნოემბერს არის რევმატოლოგ ხათუნა ლეწორიძესთან ჩაწერის საშუალება 3 საათზე. 4 შაბათს 11:20 აკლია მაგ დროიდან არის, შეგიძლიათ ცოცხალი რიგით მოგზადეთ. 10 ნოემბერს? დიახ. ამ წლის. დიახ. ჩამწერეთ და მე თუ ვერ მოვალ ჩემი შვილი. 10 ნოემბერს ჩაგწეროთ. იმადა. ხო, თუ მე რაშ თალმავალი. სასაცილოდ გვეჩვენება, რომ 10 ნოემბერს უწევდა შეიძლებოდა მხოლოდ რიგში მოხვედრა, მაშინ, როდესაც კაცი აგვისტოში რეკავს, ეს არის მთელი 3 თვე. თუმცა, თუ გადავხედავთ სხვა სისტემებსაც, მაგალითად კანადაში ესეთი მონაცემები გვაქვს. მედიანური ლოდინი კურნალობამდე არის 30 კვირა. ცოტა მეტია ვიდრე 3 თვე. ცოტა მეტი კი არა, კარგა მეტია. დიდ ბრიტანეთში ლოდინის დრო არის 12-13 კვირა, ეს არის 3-4 თვე და ეს ჩვეულებრივი ამბავია. რატომ? რა ხდება ამ ქვეყნებში, ან რა დავიწყეთ ჩვენთან და რა გავაკეთეთ, ამაზე სასაუბროთ. დღეს ჩვენთან სტუმრად მოვიწვიე ბატონი ვახტანგ მეგრელიშვილი და ბატონი გიაჯანდიერი, რომელსაც გარკვეული შეხება ამ საკითხებთან ჰქონიათ და ბევრად უკეთ იციან, ვიდრე მე ჩემთან შედარებით ახლა ორივე დიდი პროფესიონალია. მოგესალმებით ბატონებო. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო საკითხია და ეს ხუმრობა ჩავართე არ ვიცი რამდენად კარგად ისმოდა, მაგრამ ალბათ ასე თუ ისე ცნობილი იყო ეს ამბავი. რამდენიმე წლის წინანდელი ჩანაწერი არის მე მგონი. ხო, ეს ხუმრობა არის, მაგრამ იმას იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა იმას. იცინოდნენ, მაგრამ ბოლოს რა ეტიერათ ალბათ იჟოვდნენ. სასაცილოა თუ სატირალი ეგ არის. ხო, სასაცილოა, სატირალი რო არ იყოს ეგრე. თუმცა მე ვეთანხმები, რომ კანადაშიც, ბრიტანეთშიც თუ ბევრ ქვეყანაში არსებობს მოლოდინის 7-8 თვე უნდა მე ნაცნობი ამერიკის შეერთებული შტატებში იგივეა.
ხო არა ამერიკაში გონი ცოტა სხვანაირად არის იქ უფრო ფასმა მოიმატა ვიდრე ლოდინის დრო არა ლოდინი იქაც ჭირდება კი ლოდინი გაჭირდება შილე ნაკლები დრო ჭირდება გარკვეულ შტატში მაგრამ მიზეზი ყველაფერს ერთი და იგივე აქვს ფედერაციაა ბოლო შეერთებული შტატები და სხვადასხვა შტატში შეიძლება სხვადასხვანაირად კანადას ფედერაცია თუმცა კარგი მოდი ახლა გადავიდეთ იმაზე თუ რატომ არის უფასო ჯანდაცვა უფასო თუ არ არის უფასო სინამდვილეში საიდან მოდის ეს პრობლემა რა ვიცი ვახო შენ ხარ გვეტყვი რამეს უფასოა უფასო ჯანდაცვა რო მოკლედ ეს რაღაც ესეთი მაგალითია სიმპტომია რა რაც უფრო ღრმა პრობლემის ნაწილია რომ ну ბუნებრივია რომ ხა ადამიანებს რო ჩაულებრად რო კითხო რომ რა ვიცი პურის გამოსაცხობად საჭიროა ფქვილი ვიყიდო რაღაცა ვიყიდო და ყველაფერი ფული ღირს იგივე მაგალითად რო წარმოედგინო რას ნიშნავს სამედიცინო მომსახურება ეს არის მაღალკვალიფიციური ადამიანის დრო თქვათ ექიმის დრო ეს არის ფარმაცევტული საშუალებები ეს არის რაღაც ტექნოლოგიები რომელიც გამოიყენება ამაში და შეუძლებელია მაშინ ვიღაცა ფულს არ იხდიდეს ანუ ზოგადად უფასო არაფერი არ არსებობს სამყაროში არაფერი არ არსებობს თუ რამე კეთდება ის ადამიანების გაკეთებულია და თუ ადამიანების გაკეთებულია ესე იგი მაშინ რაღაც რესურსი დაიხარჯა ნიშნულობა რა აქვს რა კომპონენტს აიღებ მედიკამენტს აიღებ ტექნიკას აიღებ ადამიან კვალიფიციური ადამიანის დროს აიღებ თუ ასე შემდეგ ანუ უფასო არაფერი არ არსებობს ეს აბსურდია ცხადია მაგრამ მეორე საკითხია რომ რაღაცნაირად კაცობრიობა რაღაცნაირად დაავადებულია ისეთი უცნაური დაავადებით, რომელსაც ქვია რაღაცა ვითომ სამართლიანობა თუ რაღაცა უფლებები, რომელიც რაღაც გარკვეულ ადამიანებს როგორც პრივილეგია ესე უნდა მიენიჭოს, რომ ვიღაცა შემთხვევით არ დაიჩაგროს რა. და ასეთ სფეროებში თქვა ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საზოგადოებაში გამოყოფილი სექტორია, რომელსაც ითვლება, რომ არ შეიძლება რომ ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, ეგრეთ წოდებული და რომელიც უფლებას სხვა ადამიანებმა მას უნდა დაუფინანსონ რა. ანუ აქ მკვეთრად არის გასაყოფი მაყურებლებისთვის, ანუ ჩვენ საჭიროა რომ დეფინიცია გაგეთეს. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სიცოცხლის უფლება, რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს ჯანმრთელობის დაცვის უფლება, რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს ჭამის უფლებაც, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული უზრუნველყოს ეს ადამიანი ამით. მან თვითონ უნდა უზრუნველყოს თავისი თავი. თავარია რომ სხვას არ აქვს უფლება ან ჯანმრთელობა დაუზიანოს, ან სიცოცხლეს შეეხოს მისას აქ არ ვიცი, მე მეჩვენება ძალიან მარტივია ამის გაყოფა, მაგრამ რატომღაც ვერ აკეთებენ ამათ შორის გარჩევას. არა, ადამიანს ხადია აქვს სიცოცხლის უფლება, კაცო, მაგის ახსნა მე რატომ ჭირდება? არა, ვახოს კი არ უხსნი, მე უხსნი მაყურებელს. იმას ნიშნავს, რომ მე მაქვს ან ჩემი რესურსებით და ასე შემდეგ, მაგრამ თუ სხვა ადამიანს უნდა გამოვართო ამის რესურსი ზუსტად მაგას ვამბობ. ხო, ეგ არის. მეც მაგას დაახლოებით მაგას ვამბობდი, მაგის თქვა მინდოდა უბრალოდ მაგეთ მივდიოდი, რომ ეთქვა, რომ ანუ არის მეთქი რაღაც სენსიტიური საკითხები, რომელშიც ეს უფლება, რომელიც ადამიანებს აქვს თავისი თავისთვის, რომ ვიღაცა სხვა არ ჩაერიოს ამ უფლების განხილვაში, უცბად შეიძლება გადავაკისროთ ჩვენს მეზობლებს, ჩვენს თანამოქალაქეებს და ამ ფუნქციას იღებს სახელმწიფო. ზოგადად ეს სახელმწიფოს პრობლემა და სახელმწიფოს მიმართ განსაკუთრებული ნდობის თუ რაღაცა პასუხისმგებლობის დაკისრების ამბავია, რომ აი ესეთი სფეროები როგორც არის განათლება, იქნება ჯანდაცვა, იქნება თუ რაღაცა ისეთი საკითხები, რომლებიც სენსიტიურია უმრავლესობისთვის, მიაჩნიათ, რომ ვიღაცა სხვა უნდა უზრუნველყოს რა და ფაქტობრივად არ ფიქრობენ ადამიანები იმ მომენტში არ ფიქრობენ, თქვათ რა შედეგებს გამოიწვევს, იმიტომ რომ ერთ მომენტალურად რაღაც კარგად ჟღერს, მაგრამ ეს მექანიზმი, რომელიც საფუძველში უსამართლოა, ანუ საფუძველში უსამართლოა, რომ ჩემი საჭიროებები ნოდა შენ ან გიას დავაფინანსებინო. მაგრამ თუ ამას ვაკეთებ, მე უკვე იწყება ის ტექნიკური პრობლემები, რომლებიც ასეთ სისტემას აუცილებლად მოყვება. და ეს არის ცენტრალიზაციის პრობლემა რა, რომ ვიღაცა ცენტრალურმა ორგანომ ვიღაცამ უნდა დააორგანიზოს მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობის, მდგომარეობის, რაღაცა კურნალობის მენეჯმენტი. ამაზე ნელა ანუ პრობლემა ხო აქედან იწყება, რომ რაღაც თავში არის ჩადებული უცოდვა, რაღაც უსამართლობა და ამ უსამართლობას მე მოყვება უკვე ის გამოვლინებები, რომელიც თქვა ამ ზარში მოვისმინეთ და კიდე ბევრი შეიძლება გავიხსენოთ, ასეთი რა შეიძლება მოყვეს ასეთი ტიპის, აი მაგალითად, როდესაც ჩვენთან
აი ქართული ოცნების დროს პირველად შემოდიოდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, აი მაშინ მახსოვს რომ თქვა რასაც ვაკრიტიკებდით კი არა რაღაც წერდით რომ აი ამას ეს მოყვება და არაფერი ამაში ესეთი არ იყო როკით საინსი არ იყო სულად გასაგები იყო რა შეიძლება მოყოლდა იმიტომ რომ კაცობრიობას ამის დიდი გამოცდილება ჰქონდა რაღაც საბჭოთა კავშირი იქნებოდა იმის ჯანდაცვა როგორი იყო ბრიტანეთის ჯანდაცვაზე უკვე ცნობილი იყო თქვა სოციალიზირებულ ჯანდაცვას რა პრობლემები მოყობოდა მაგრამ ჩვენ მაინც ამ გზას დავადექით და ზუსტად იგივე შედეგამდე მივედით ფაქტიურად საქართველოშიც რა შედეგამდეც იყვნენ ის ქვეყნები მისულები რომლებიც ამას აკეთებდნენ თუნდაც კაპიტალისტურ სისტემაში იზოლირებულად რა თქვა ჯანდაცვაში თქვა დიდ ბრიტანეთის წარმოიდგინო ზოგადად კაპიტალისტურ ქვეყანაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იყო იმით რომ ჯანდაცვა ჰქონდა ბიუჯეტიდან დაფინანსებული და ზუსტად აი ამ ჯანდაცვის სფეროში იყო რატო არ იყო მაგალითად რაღაც სხვა სფეროებში ანალოგიური პრობლემები ხო ზუსტად ჯანდაცვის სფეროში შეიქმნა ეს მე ახლა ორი ქვეყნის მაგალითი მოვიყვანე მაგრამ ბევრ ქვეყანაში ამ მსგავსი პრობლემა რა თქმა უნდა ეგ არ არის ასე ვთქვათ გამონაკლისი არ არის ეს ქვეყნები რაც მე მოვიყვანე ხო მან ერთი მნიშვნელოვანი საკითხია როდესაც ჩვენ ვცდილობთ რომ რაღაცა სიმართლეს ვისაუბროთ აქ ყოველთვის წინ ვიყენებენ ეგეთ საკითხს რომ აი ყველაფერი უფასოა და კარგია აი მაგალითად საფრანგეთში უფასოა ჯანდაცვა და ბევრი ქართველი სარგებლობს კიდევაც მაგით ღმერთმა ხელი მოუმართოთ და ფრანგებსა დიდი მადლობა თავის გადასახადებს იხდიან ამაში რომ ქართველებმა იქ იმგურნალონ მაგრამ სადამდე მივიდა ეს ყველაფერი მე შემიძლია ვთქვა რომ საფრანგეთშიც იქნება თუ ამერიკაშიც თუ თურქეთშიც კერძო ჯანდაცვა რომელშიც ფულსიხდი პირდაპირ ბევრად განსხვავდება ხარისხით უფასოსაგან ეგრეთ წოდებული უფასოსაგან რაც შეეხება უფასოს ცხადია რომ ყველაფერში ფულს ჩვენ თვითონ ვიხდით აი მაგალითად ყველაზე გავრცელებული ესეთი მითოლოგია არის წყალზე აი წყალი გვითებს მაგიდაზე და ხალხს გონია რომ წყალი უფასო უნდა იყოს და ამ ხალხს რომ უთხრა რომ შენ თვითონ რომ მუშაობდი იმ კომპანიაში წყალი უფასო იქნება თუ არა მას ხელფასი მოუნდება ავტომატურად რომ თუ იმ კომპანიაში მუშაობ მე ვიფიქრებ რომ ვიღაცამ ხელფასი უნდა გადამიხადოს რომ მე წყალი უზრუნველყო და შენ ონკანამდე მოვიდეს და მაშინ ხვდები რომ თურმე ამას ხარჯი აქვს და უფასოს როცა გეუბნებიან ცხადი გეუბნებიან რომ ვიღაცა სხვა იხდის თორე ის კი არა რომ ეს უფასოდ მოდის მაგრამ შენამდე ეს უფასოდ არ მოდის ვიღაცა იხდის ამას და შეიძლება ითქვას რომ შენ შემთხვევაში შენ თვითონ იხდი ამაში უბრალოდ შენ ვერც კი ხვდები მაგას რომ შენ თვითონ იხდი აი მაგალითად ეხლა ხანს ვამოვდი რომ ჩვენი პენსიონერები რომ ავიღოთ მათი პენსია სუმცირე თქვა 300 ლარიან პენსიაში სუმცირე გადასახადები 100 ლარი მაინც გამო სახელმწიფო გადასახადები ეს არ არის გაზის და წყლის და გადასახადია ლაპარაკი და არა იმაზე საფასურზე ეგარა ასე თქვა 100 ლარი მაინც გამოვა იმ 300 ლარში ეს სახელმწიფო გადასახადები და პენსიონერს არ უნდა ეგონოს რომ ვიღაცა სხვა იხდის ბევრ შემთხვევაში თვითონ იხდის ბევრ რაღაცას ხო ისევე როგორც როცა გვეუბნებიან ჯანდაცვა უფასოა ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ უნდა იცოდეს რომ ამაში ჩვენ თვითონაც ვიხდით და შეიძლება ცოტა მდიდარი უფრო მეც იხდის ცოტა ნაკლებ მდიდარი მაგრამ ჩვენც ვიხდით ამაში და ესევე ეს ეხება ჯანდაცვასაც განათლებასაც და ბევრ სხვა საკითხს რომელიც შეიძლება ვერ ხვდებოდეს ბევრი ადამიანი მაგალითად აი შეიძლება სწრაფად აუხსნათ რომ საშემოსავლო გადასახადის გარდა რომელიც შეიძლება ვიღაცამ იცის და უმეტესობამ არ იცის რომ იხდის არსებობს დამატებული ღირებულების გადასახადი რომელიც თითქმის ყველა საქონელში შედის და ყველა იხდის ფაქტიურად აი მაგალითად ელექტროენერგიას როდესაც მოიხმარ მისი ფასი არის 20 თეთრი თუ 25 თეთრი და მისი 1/6 არის დამატებული ღირებულების გადასახადი ნუ გადაიხადე შენც ასე ავტობუსში რო ჯდები უნდა იცოდე რომ ავტობუსის ბილეთში არის დამატებული ღირებულების გადასახადიც და ასევე აქციზიც იმიტომ რომ ბენზინში შედის აქციზი ხო ამიტომ არ არსებობს ისეთი ადამიანი საქართველოში ვინც გადასახადს არ იხდის სახელმწიფო გადასახადებს არ იხდის არ არსებობს ეგეთი რაღაც ყველა ვიხდით რაღაც გადასახადს და ჩვენი წილი შეგვაქვს ამაში ამიტომ ეს უფასო არ არის და არავინ არაფერს არ ჩუქნის ეს არის თავი ხო ჩვენ ყოველთვის ვიხდით პირდაპირ ან ირიბი გზით მაგრამ ვიხდით ცხადია ბიუჯეტში ის ფული ჩვენიდან მიდის მაგრამ აქ მთავარი გასააზრებელი არის ახლა ჯანდაცვის სისტემაში რატო უჩნდებათ ადამიანებს სურვილი რომ მათ უფასოდ მიიღონ ეს რახან გადახდილი აქვს ამას არ ფიქრობს ალბათ არავინ
პირიქით უფრო მძარცველის ინსტინქტი მუშაობს რა, რომ როდესაც მძარცველი ძარცვავს ადამიანს, ის არ ფიქრობს, რომ მე თუ იმას მოვკლავ და გავძარცვავ, ამით ის მერე აღარ მექნება წყარო და აღარ მომევა. დაახლოებით ეგეთი ინსტინქტი არსებობს ხო მძარცველში. მეგონი გაუაზრებელია საერთოდ, ანუ ჩვენ აი თუნდაც ჩვენი საქმიანობით ხო დავაკვირდით, რომ ადამიანებმა ფიზიკურად არ იციან რა წესრიგში ცხოვრობენ, მათ შორის სადღაციდან ხო უნდა დაიწყოს სკოლაში ხო არ ვასწავლით ბავშვებს, რომ როგორ არის მოწყობილი მათივე ქვეყანა, მათივე საზოგადოება, როგორ მოუწევთ მათ ფუნქციონირება, როგორ უნდა გააკეთოს საკუთარი ოჯახის ბიუჯეტი, რაში რას გადაიხდიან. მაგალითად ახლა ამერიკაში მახსოვს რაღაცას რო ყიდულობდი, იყო რაღაც ფასი და მეორე ქვითარი ამოდიოდა, რომელიც იყო რაღაცა გადასახადების ქვითარი, რომ პირდაპირ გასაგები ყოფილიყო შენთვის, რომ ამდენი გადაიხადე რაღაც პროდუქტი. ჩვენთან არ არის მე ამდენი გადაიხადე ხო და ჩვენთან უბრალოდ ფიზიკურად რაღაც ფასი ხდი, გგონია რომ რა ვიცი სპარში გადაიხადე ან რა ვიცი გუდვილში გადაიხადე და სინამდვილეში ამ გადასახადის მნიშვნელოვანი ნაწილი ბიუჯეტში წავიდა, როცა ბენზინის ვასხავთ, გონია რომ ეს ბენზინი ასე ღირს და ხალხმა არ იცის რომ იქ რაღაცა ის არის ბენზინში ნახევარი ზუსტად რა გადასახადია, ხო? მნიშვნელოვანი გადასახადებია და ეს არაინფორმირებულობა და ზოგადად უცოდინრობა როგორ არის მოწყობილი შენივე საზოგადოება განაპირობებს იმას, რომ მე უბრალოდ განსხვავებულად უყურებ რა და განსხვავებულად რა უყურებ ესე რომ თითქოს ეს რაღაცა თავრობა თვითონ ქმნის რაღაცას, ანუ ადამიანებმა არ იციან, რომ აი რასაც ახლა შენ ამბობ, რომ თითოეული თეთრი რომელსაც ბიუჯეტი ხარჯავს, რაღაც თავრობის მოტანილი კი არ არის, მისი და მისი მეზობლების შეგროვებული ფულია, ან შეგროვებული ან წართმეული ფულია უпростоრად რა. ხო და ამის აი ამ საწყისი შეცდომა თუ უცოდინრობის გამო დაშვებული შეცდომა მე მთლიანად აი ამ ჯაჭვის გაანალიზება შეუძლებელს ხდის ადამიანებისთვის. შენ თუ ეს იცი, მე უკვე გაინტერესებს რა, ანუ შენი ფული სად წავიდა. მაგრამ შენ თუ წარმოდგენა არ აქვს, თან მეორე კიდე მექანიზმი რა არის, რომ შენ ხომ უნდა ქონდეს იმის იმედი, რომ ციცოდე. შენ ხომ უნდა ქონდეს იმის იმედი, რომ შენ გაგაჩნია რაიმე შესაძლებლობა, რომ გავლენა მოახდინო ამაზე. ანუ ამას ჭირდება უკვე პოლიტიკური ცხოვრება. აი მაგალითად, რასაც ჩვენ სტუდიაში და თქვა ზოგადად ამ ტელევიზიაში ძალიან ხშირად ვლაპარაკობთ და ვკამათობთ არის ის, რომ როდესაც პოლიტიკური ცხოვრება კვდება, ან პოლიტიკური ცხოვრებას აზრი არ გააჩნია, მე ეს როგორც აი თევზი თავიდან ყროლდება, ესე გადადის ყველა სფეროზე. მე უკვე აზრი აღარ აქვს, რომ მაგალითად ჯანდაცვაზე სპეციფიურად ილაპარაკო, იმიტომ რომ ლაპარაკის სურვილიც არავის არ აქვს რა. და მე კიდე უფრო უარესი პრობლემები მოდის, რა და აი წარმოიდგინე რომ ეს პრობლემები იწვევს იმას, რომ თვითონ ჯანდაცვის სექტორი სრულიად კორუმპირებული ხდება. ანუ აი აი ზუსტად მაგაზე მინდოდა გადასვლა ახლა რა. ხო, სხვა მექანიზმები შემოდის, რომელიც უკვე იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს უშუალოდ უნდა განახორციელონ ყოველდღიური საქმიანობა, მათი ეთმობა ჯანდაცვაში რაღაცა საქმიანობა, პაციენტების მომსახურებაზე და შემდეგ ისინი არიან იმ ადამიანებსაც, მაგალითად ექიმებსაც ფაქტობრივად ძალიან ბევრი კანონის დარღვევის უწევთ რა, იმის გამო რომ რა ვიცი, ხელფასი აიღონ, იმის გამო რომ მათი კომპანიების ავადმყოფოები არ გაკოტრდეს და ზუსტად ეს დანაშაულები, რომელიც ბუნებრივად მოყვება რა, ანუ ეს არც საქართველოს უნიკალური შემთხვევა, ზუსტად იგივე ხდება Medicaid-ში, ამერიკაში, რომ რაღაცა დიაგნოზებს აყალბებენ, ჩვენს დიაგნოზებს ვაყალბებთ და მე როგორ წარმოგიდგენია ექიმა, რომელმაც რაღაცა საღამოთი დაწერა ყალბი დიაგნოზი, რომ მეტი ფული გამოეწოვა ბიუჯეტიდან, მე მოვა რაღაცა ეთერში შენთან გადაცემაში და დაგიწყებს იმაზე ლაპარაკს, რომ როგორც უნდა არის მოწყობილი მისი ჯანდაცვა, ხო წარმოუდგენელია ეს ამბავი და მაგიტომაც არის გაჩვენებული ყველა და ჩვენ რომელიც ახლა გია ეკონომისტია, მე რაღაცა სკოლის ისაო არ და ჩვენ გვიწევს რაღაც ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ირიბად შეიძლება რაღაცა გვესმის, იმიტომ რომ მე როდესაც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვიყავი, გიას უბრალოდ დაინტერესდა ეს სფერო და თქვა შეისწავლა, შენ უბრალოდ როგორც მომხმარებელი შეიძლება ესე გაღელვებს. ჩვენნაირ ადამიანებს გააქვს ეს თქვა შანსი ამაზე, რომ საჯაროდ ილაპარაკოს და თან ასევე ჩვენ ვიცით, რომ ამ იმაზე რა გავლენას მოვახდეთ, თუნდაც ჩვენმა საუბარმა, მაგრამ ზოგადად სიმართლე არავის აღარ აინტერესებს, როცა პოლიტიკური ცხოვრება მკვდარია. და შესაბამისად აქედან გამომდინარე, აი ესეთი სისტემები ესე რაღაც იმაში კომფორტშია რა, რაღაცნაირად კორუფციული სისტემები ჩაკეტილი არავინ არ აწუხებს. სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს, რომელსაც ესეთი რაღაცები დააინტერესებს, ან კორუფციაზე ილაპარაკებს, ან მორალზე ილაპარაკებს. რავი, ეკლესია არ ერთვება ესეთ საკითხებში, რომელმაც უნდა ამბობდეს, რომ ხალხო ეგრე არ შეიძლება, რაღაცა ამორალურია, ამის გაკეთება არ მოსულა. თუნდაც ის გამოვლინებები სხვა ამორალურია, რომელიც ამ სისტემას მოყვება და არავის არ აინტერესებს რა. და საბოლოო ჯამში გამოდის, რომ აი პრობლემა ვერასოდეს ვერ გამოსწორდება, იმის გამო, რომ ის არ ირჩევა. ხო, ანუ
აქ თავარი ისაა რომ კონკრეტული ექიმი კი არ არის დამნაშავე ან ისიც არის არა ის თანამონაწილე ის ძულებით არის თანამონაწილე მე იმას მორალურ ბრალდებად მასე არის უამრავ მასწავლებელის ასეთივე თანამონაწილეა კონფორმიზმია ზოგადად როდესაც რაღაც ისეთ იმაში მონაწილეობ პროცესში რა რომელიც შენთვის რაღაცნაირად ეკონომიკური სარგებელი მოაქვს ერთის მხრივ მაგრამ შენ გესმის რომ აი ამ პროცესში ვიღაცები ძალდებიან. ხო და ეს ვიღაცები, როდესაც მათ სახი არ გააჩნიათ, როცა ეს ბიუჯეტის ფულია, ძალიან მარტივად შეგიძლიათ რაღაცნაირად მორალის ფეხებზე დაკიდებით მოიპარო რა. კი. აქ ლაპარაკი იმაზე არის, ბოდიშკია, ლაპარაკი იმაზეა, რომ თუ ექიმი არ გააყალბებს დიაგნოზს, არ დაწერს უფრო მძიმე იმას, არ შეუწყოს ხელს და ინფორმალობებს არ დააკმაყოფილებს. სხვა გააკეთებს, სხვა გააკეთებს და თვითონ გაკოტრდება ის კლინიკა, რომელშიც ეს მუშაობს. ამიტომ იმას გამოსავალი არ არის მომგებიანი, ანუ სიმართლე არ არის მომგებიანი, ტყუილია მომგებიანი, ანუ ეს სისტემა ახალისებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ტყუილი დაგენერირდეს და რაც უფრო მეტი ტყუილი გენერირდება, მით უფრო მეტი ჭირდება ამ ტყუილის დაფინანსებას. კი, როგორც მილტონ ფრიდმანმა თქვა ერთ-ერთ თავის გამოსვლაში, საჭირო არის სისტემა იყოს ისეთი, რომელიც ცუდ ადამიანებსაც აიძულებს, კარგად მოიქცენ და არა პირიქით. დაახლოებით ესეთი რაღაც. მაგას უზრუნველყოფს თავისუფალი ბაზარი და თავისუფალი ბაზარი არ არსებობს, ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ ერთ-ერთ სფეროზე, რომელიც არათავისუფალი ბაზარია რა. კი, რომ პრაქტიკულად მთლიანად საქართველოში ალბათ გამონაკლისების გარდა რა. ახლა მაგედან დავიწყოთ ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა უნდა ითქვას, რომ საქართველოს ჯერ კიდევ უკეთეს მოდელად წარმოიდგინება, იმიტომ რომ ჩვენთან კლინიკების უმრავლესობა თუ ყველა არის კერძო, ხო? ჯერ კიდევ კერძო სექტორი ძლიერი არის მაგ მიმართულებით. მე მინდა გავიხსენო ჩემი დისკუსია ალფონს კრესპოსთან, რომელიც არის ჯანდაცვის მენეჯმენტის შვეიცარიელი ექსპერტი. ასე ვთქვათ, შევხვდი შვეიცარიაში ერთხელ ვიყავი და იმ დროს ახლოს ვიყავი მის სახლთან და შევხვდით რაღაც თაში ყველის რესტორანში ასე ვთქვათ. მაშინ უთხარი ეგეთი რაღაცა რომ ალბათ მეთქი ყველაფერი დაყვანილია იქამდე ღირსება აქვს თუ არა ექიმს და დამეთანხმა. აი წარმოიდგინე რომ საქართველოში კი არა შვეიცარიაში იგივე სიტუაციაა რომ ექიმის ღირსებაზე დამოკიდებულია მთელი სისტემა და რაზე არის საუბარი რომ ექიმი ახლა შეიძლება წარმოიდგინოთ ასეთ რომ იმას ეუბნები რომ კერძო სექტორი მოდი კერძო იყოს ჯანდაცვა და ყველაფერი იქნება ოფიციალური, ყველაფერი კონკურენცია, ყველაფერი და შენი საუკეთესო კვალიფიკაციით შეიძლება ფული იშოვა. და ხო კი თანახმავარი ეუბნები ეს ექიმი, მაგრამ მე ეუბნები რომ არა, ახლა ჩვენ გადავიფიქრეთ, მოდი სახელმწიფო სექტორში გადავიტანოთ მთლიანად ეს ყველაფერი და შენ ისევ ექიმი იქნები და ის ფიქრობს რომ მე ჩემ ფულს მაინც ვიშოვე. რაც გინდა ის გააკეთე. ეხლა ამ სიტუაციაში ერთადერთი რაღაცა რაც ფუჭდება არის შენი ღირსება, რომ შენ ტყუილებზე თანახმა ხარ. აი ეს არის ერთადერთი და მე ჩემს მოულოდნელი მე გეუბნები 10 წლის წინანდელ საუბარს ჩვენსაც. ჩემთვის მოულოდნელი იყო ის რაც ჩვენთვის მე და ვახო ამ დისკუსიებში დიდი ხნის წინ მოხვდით, რაც ჩვენთვის გასაგები იყო ის იგივე შვეიცარიელმა მითხრა რომ ხო ჩვენთვისაც იგივე არის ექიმის ღირსება არის ყველა ცენტრალური საკითხი რომ ექიმი თანახმა თუ არა მიაწეროს უამრავი რაღაცა რა ვქვია პროცედურები და რაღაცეები და აქედან იშოვოს ფული მაგალითად ან მაგალითად აიღოს პირდაპირ ფული ყოველგვარი რეგისტრაციის გარეშე ამ ფულის ხო მე ვფიქრობ მე ჩემსაც ავიღებ და ეხლა ეს საავადმყოფო იქნება სუფთა თუ ულამაზო თუ როგორი იქნება და ჩვენ ეხლა თქვენ მოინდომეთ ასე. ის თან გეუბნება რომ მე ხო არ დაგაძალეთ რომ საყოველთაო ყოფილიყო. ასე არ არის, ექიმო ხო არ დაგვაძალა ჩვენ რომ საყოველთაო ყოფილიყო. ის გეუბნება ეს თქვენ მოინდომეთ ასე თორე მე სულ არ მინდოდა. ახან ასე მოინდომეთ კი მე ჩემ ფულს ვიშოვი და ეხლა ის რომ სიბინძურე იქნება და მოუწყობელი იქნება და ახალი ტექნოლოგიები აღარ გვექნება და რაღაცები ეს თქვენ თავს დააბრალეთ. ვისეუბნება მაგას კაცო. ზოგადად ასე ფიქრობ, საერთოდ ხო და აქ არის ალბათ ყველა ცენტრალური საკითხი არა ის თანაც რომ ეხლა რა სიტუაცია გვაქვს ეხლა, არამედ საითკენ მივდივართ, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა ძალიან დიდი სისწრაფით ტექნოლოგიები ვითარდება ჯანდაცვაში, რაც ტექნოლოგიები და გამოკვლევები და უამრავი რაღაცა, რომელმაც სიცოცხლის ხანგრძლივობის და გამოიწვია ელემენტარულად ძალიან დიდი სისწრაფით, ხო? და ჩვენ იმის ნაცვლად რომ
ჰაბი გამხდარიყავით ამ ჯანდაცვის სფეროში და ჩვენ ყოფილიყავით მოწინავე, იმიტომ რომ ამის ყველანაირი ნიშანი ქონდა, ყველანაირი შესაძლებლობა ქონდა, ამის ნაცვლად ისევ ჩამორჩენილ ჯანდაცვის ჩამორჩენილ სამყაროდ გადავიქეცით. რომ იმის ნაცვლად რომ აქეთ შემოგვეწოვა ჩვენ უცხოური შეკვეთები და უცხოელი კლიენტები, პირიქით აქედან ბევრი გარბის ახლა თურქეთში და საფრანგეთში როგორც წამოვახსენდა. არა და იმის შესაძლებლობა რომ ჩვენ გქონდეს უმაღლესი დონის, უმაღლესი კვალიფიკაციის ჯანდაცვა, რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ამისთვის ჩვენ არ გვჭირდება ის რაც გვაქვს დღეს. ჩვენ დღევანდელ სისტემამდე იმის გამოც ხო არ მივედით, რომ ძალიან დიდი ხანი შეჩვეული ვიყავით ეგრეთ წოდებული უფასო ჯანდაცვა. საბჭოთა დროზე ვამბობ, ალბათ ეგეც ორი არ ამგონია არანაირად, იმიტომ რომ აი ეს წლები, როდესაც ჩვენ დავიწყეთ კერძო სექტორის გაძლიერება, იმ წლებში შეიძლება პოლიტიკური თქვათ საუბრები იყო ამაზე, რომ არ თითქოს და არ გაამართლება, მაგრამ ხალხი ძირითადად კმაყოფილი იყო იმით, რომ წინ მივდიოდით. კვალიფიკაცია უმჯობესდებოდა და ხარისხი უმჯობესდებოდა, ეს იყო მთავარი. და როდესაც ამაზე საუბრობენ, ეს უნდა გაითვალისწინოს ყველამ აბსოლუტურად, რომ კვალიფიკაცია და ხარისხი უმჯობესდება თუ უარესდება. ჩვენთვის მთავარი ის არის, რომ კვალიფიკაცია და ხარისხი უმჯობესდებოდეს და არ გვიწევდეს მაგალითად კი შეიძლება თურქეთში წახვიდე ჯანდაცვის თქვა სერვისების მისაღებად და საფრანგეთშიც, მაგრამ ეს ხო ძალიან ძვირი ჯდება და აქ რომ იყოს ხო გაცილებით მარტივი იქნება, საფრანგეთში ვინ წავიდა არ მარტო ჯანდაცვაში მოუწია იქ რაღაცა, არამედ ცხოვრება ჭირდება, კვება ჭირდება და ბევრი რაღაცა, მისი ცხოვრება მთლიანად აირია და უამრავი რაღაცა ხდება, ხო? და ერთ რაღაცას კიდევ ვიტყვი აუცილებლად მინდა ვთქვა, სანამ თქვათ ფრიდმენის შეგონებაზე მინდა შემთხოვე და მოგიტანე რომ როგორც ფრედერიკ ბასტიამ თქვა, ეს უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად. ჩვენ შეიძლება თქვათ ერთი უტოპიიდან მეორე უტოპიაში ადვილად გადმოდიოდეთ, მაგრამ ალბათ უნდა ვითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანებს აქვთ ეს პარაზიტული მიდრეკილება. აქვთ ეს პარაზიტული მიდრეკილება და ჩვენ როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ამას ჩვენ გავაქროთ, ეს არ იქნება ადვილი რა. იმიტომ მაგალითად რომ აი თქვათ ნებისმიერ მთავრობა, რომელიც მოინდომებს, რომ კერძო სექტორი გააძლიეროს, იმას გაუჩნდებიან ოპონენტები, მემარცხენე თქვათ მედია თუ მემარცხენე პოლიტიკოსები, რომლებიც ათასგვარ რაღაცას დააბრალებენ და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ რას დაგაბრალებენ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ არავის არ უნდა რომ დააბრალონ რაღაცეები და როდეს ერთ-ერთი დასაბრალებელი ჯანდაცვაში რაც არის მაგალითად ასეთი რაღაცა, რომ აი მთავრობამ პასუხისგებლობა ხელი აიღო საერთოდ. და ეს ძალიან სერიოზული საკითხი არის. ჩვენ აი ამის გადალახვა ძალიან რთული პროცესი არის, რა თქმა უნდა და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ, რა. ნებისმიერ ვინც მოინდომებს, რომ ჯანდაცვაში იქნება თუ განათლებაში იქნება თუ კიდე სხვა სექტორებში რაღაცები გააკეთონ, მას დაუპირისპირდებიან აუცილებლად მემარცხენე ძალები, რომლებიც იტყვიან, რომ აი მთავრობამ პასუხისგებლობაზე უარი თქვა. ანუ სწორად გაკეთება არის პოლიტიკური პრობლემა, ხო იდეაში? რა თქმა უნდა. და მარტო პოლიტიკური პრობლემაა? მე თუ მკითხავ, თუ მოხდება ისე, რომ ამ მემარცხენე თქვა ზეწოლას, თუნდაც მედიის მხრიდან მოაშორებ, ადამიანები ადვილად მიხვდებიან რა არის სწორი და რა არ არის სწორი, მაგრამ როგორ მოაშორებ, მე არ ვარ მომხრე იმისი, რომ რამე ხელოვნური გზებით მოხდეს მედიის თქვა შეზღუდვა. მაგრამ მათ ექნებათ აუცილებლად მიდრეკილება, რომ ისაუბრონ, რომ თითქოს მთავრობა არის მთავარი დამნაშავე იმაში, რომ მაგალითად ადამიანები თავიანთ პასუხისმგებლობას არ იღებენ რაღაცებზე, ხო? არ იღებენ თავის თავზე და მე თუ ვიღაცა მივიდა ეტყვის, რომ აი ეს შენი ბრალი არ არის, დაივიწყე რა, ეს მთავრობის ბრალია, რომ შენ ჯანდაცვა არ აქვს. და ადვილად იჯერებს. და ის იჯერებს, რომ კი, რა თქმა უნდა, კი, იმის ბრალია ყველაფერი და შეიძლება ქუჩაში გამოვიდეს და ქვების როლაც დაიწყოს მაგალითად. ხო. მე ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მაგალითად, წარმოგიდგინე, ანუ განაიმას არ ვეთანხმები, რომ ადამიანი ყველაფერში ვეთანხმები, მაშინ რომ ადამიანებს რაღაც არასწორი წარმოდგენები აქვს, არსებობენ რაღაცა მემარცხენე შეხედულებების ხალხი. მაგრამ საქართველოს მაგალითი რო ავიღოთ რა, აი ბოლო ორი ხელისუფლება, სადაც მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვაში. ნუ მანამდე შევარდნაძის პერიოდში და 90-იანებში არაფერი არ იყო შეცვლილი, რაღაც საბჭოთა კავშირის გრევა გრძელდებოდა და
მაგაზე აზრი არ აქვს ლაპარაკს, მაგრამ არანაირი განსაკუთრებული პოლიტიკური დისკუსია არ უძღოდა წელს, უბრალოდ იყო შემთხვევითობის ამბავი, როდესაც წინა, ასე ვთქვათ, ერთპიროვნული მართველი, როგორც იყო მიშა, უსმენდა ძალიან ჭკვიან კაცს კახა ბენდუქიძეს რა და ეს კახა ბენდუქიძეს უბრალოდ ასეთი ტიპის წარმოდგენა ჰქონდა სამყაროში. ეგეც ხო სრულიად შემთხვევითი ფაქტორი იყო. მაგას ვიძახე, შემთხვევითობა იყო ეს. არანაირი მემარცხენეების რაღაცა დაპირისპირება ისა, უბრალოდ რაღაცა შიგნით იყო პირიქით, აი თითქოს თავრობის შიგნით მენტალური გარდატეხა უნდა მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღებს შორის, რადგან ამ კაცს ჰქონდა უნარი რომ რაღაცა დაერწმუნებინა რომ ასე მათ შორის ამ თავრობისთვისაც უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ქვეყანა რაღაცა წინ უნდა განვითარებულიყო, რაღაცა ეკონომიკური ზრდა უნდა ქონოდა ისა, ეს გამოვიდა. და შემთხვევით გამოვიდა, იმიტომ რომ ასეთი კაცი აღმოჩნდა გადაწყვეტილების მიღების მაგიდასთან ახლოს. და მე 2000 თქვა შემდეგი პერიოდი რო ავიღოთ, როდესაც მოხდა ამ კურსის მოტრიალება. იქაც ხო არავინ 2007 წლიდან დაიწყო უკვე გამბავი. ისი კურსის მოტრიალება. არა, სხვა რამეს გულისხმობ, მომისმინე. ჯანდაცვაში. მომისმინე. 2007-დან დაიწყო საერთოდ ჯანდაცვაში სერიოზული რეფორმები წინა ხელისუფლების დროს. და როდესაც აფაქტიურად მიმდინარეობდა, აი ზუსტად წეღანასაც გიამბობდა, რომ სწავლობდნენ დაზღვევა რა იყო როგორც პროდუქტი. თავიდან წარმოიდგინე როგორი მდგომარეობა იყო საქართველოში, რომ ადამიანებს უბრალოდ აი ისტორიის დონეზე რო იცოდნენ. მოეწერა პოლისი 12000 ფარავს, ხალხი მოდიოდა ამ პოლისით და 12000 მოგვეცი არ გვიდა პოლისიო. ანუ ადამიანებს ეგონათ, რომ ეს ქაღალდი, რომელსაც რაღაც იღებდნენ როგორც დაზღვევის დაფავის. ანუ დაზღვევა არ ესმოდა. დაზღვევა არ ესმოდათ რა იყო. ანუ ამას სწავლობდნენ. ასევე მაგალითად იმისი თვითონ ინდუსტრია სწავლობდა რა, ახალ წესებს ეჩვეოდა ინდუსტრია და ნელ-ნელა ადამიანები თავისთაც იწყებდნენ დაზღვევას. ანუ კერძო დაზღვევა განვითარდა იმასთან ერთად, რომ ზოგადად იქ პრივატიზაცია ხდებოდა საავადმყოფოების, იქ დერეგულაცია ხდებოდა. რაღაცები ხდებოდა, ანუ საბაზრო ცვლილებები ხდებოდა რა, ანუ მოკლედ ამ ჯანდაცვის სექტორში. როგორც ადამიანები, ისე ინდუსტრია ამ ახალ წესრიგს ეჩვეოდა. და მე როდესაც თქვა ხელისუფლება შეიცვალა, არანაირი რაღაცა პოლიტიკური ან იდეოლოგიური დებატები არ ყოფილა, უბრალოდ იყო რა, კაროჩა, აი წინა თავრობა იყო ცუდი, იყო, ამიტომ ისი ჯანდაცვაში ყველაფერს ცუდს აკეთებდა, ეხლა ჩვენ გავაკეთებთ. კარგს ყველაფერს ექნება უფასო. ანუ ხო შინაარსი ეს იყო რა, იმის საწინააღმდეგო იყო თითქოს ის კი არა რომ აი ეს რატო არის სწორი, ის რატო არ ვარგო და არამედ აი წინა თავრობა ხო არ ვარგო და მისი გაკეთებული კარგი რა იქნებოდა. ამიტომაც ახლა ჩვენ გავაკეთებთ იმის საწინააღმდეგოს და ავტომატურად გამოვა რომ კარგს ვაკეთებთ რა. დაახლოებით ისეთი არის დავშალოთ მეფის რუსეთის დროს გაკეთებული რკინიგზა და დავაგოთ ჩვენი სოციალისტური. კი ბატონო, დავაგეთ სოციალისტური რაღაცა რკინიგზა და შესაბამისად ამ დაგებაში რაღაცა შენარჩუნდა, იმიტომ რომ ისინი საავადმყოფოები ჯერ კიდე კერძო იყო. მათ შორის ის რომ რაღაცა ისინი კი არ მოდიოდნენ იდეოლოგიური ადამიანები, არამედ საავადმყოფოების მეპატრონეები, რომლებიც წნეხის ქვეშ იყვნენ სადაზღვევო კომპანიებისგან, ანუ ისინი მიდიოდნენ უმოწმებდნენ, მოკლედ ფულს არ უხდიდნენ, როდესაც ისინი ტყუილებს წერდნენ. უცბად იფიქრეს რომ კაცო ბიუჯეტი და ეს თავრობა ესე ხო ვერ შეგვამოწმებს, რა არ გულჩევნია რომ პირდაპირ ეს ფული მივიღოთ. ანუ გაიჩნდა ხარდამჭერები, ანუ სადაზღვევოებმა ხმა ვერ ამოიღეს, იმიტომ რომ მანამდე ქონათ დანაშაულები ჩადებული, იმიტომ რომ მანამდე თავრობასთან სადაზღვევო კომპანიები იყვნენ შეკრულები. ამიტომ წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს, ესენი ტაშს უკრავდნენ იმ საწყალ ექიმს, რომელიც ერთეული ექიმია, საერთოდ არავინ არ კითხავს არასოდეს, ეს რაღაც ფიგურალურად შეიძლება ვიფიქროთ, მორალური რაღაცა აზრობრივი ექსპერიმენტი გადაწყვეტილების მიღები არ არის. გადაწყვეტილების მიღები არა, გონზეც არ არის სინამდვილეში ეკონომიკურ ნაწილში კიდე კაი რომ ნემსის გაკეთება იცის და რომელი წამალი უნდა დანიშნოს, ეგ არის მისი საქმე, მაგრამ სისტემა როგორ არის მოწყობილი, ანუ ექიმებმა არ იციან, არც უსწავლიათ აგერ სამედიცინო განათლება მაქვს, არცად არ მისწავლია როგორ უნდა ყოფილიყო ჯანდაცვის სისტემა მოწყობილი, სწავლობდი როგორ უნდა გაკეთებინა ოპერაცია, ხო? როგორ შეიძლება და ექიმებს კითხო სისტემის მოწყობის შესახებ რაიმე აზრი. ანუ არ იციან რა, უბრალოდ ფიზიკურად წარმოდგენა არ აქვთ. ხო და რაც უფრო მარტივად მიიღებენ ფულს, ის ურჩევნიათ. ისე იმაზე რა ქვია. ნუ ეგ უკვე ინსტინქტი ადამიანურია. ხო და ხო და მოკლედ მე იმის თქვა მინდა რომ ეს მეთქი შემთხვევითობებს უკავშირდება. არა იმას რომ რაღაცა მართლა დიდი იდეოლოგიური რაღაცა დებატები მიდის და შენ ვიღაცას ვერ მოუგებ ამ დებატებში, არ ვერ დაუსაბუთებ რომ ის რა უფასო არაფერი არ არსებობს. თუ ამას გააკეთებ, დროთა განმავლობაში ამას მოყვება ცნობილი პრობლემები. აი ისე რომ მაგალითად პროგნოზი 100%-ით ხდება, ოღონდ შენი კი არ არის ეს პროგნოზი. კაცო ეს პროგნოზი დიდი ხანია გაკეთებულია, შენ უბრალოდ მიუყენო რა მასშტაბის მავნეულობასაც ჩაიდენ, იმ მასშტაბის იდიოტობა გამოგივა რა.
ის რომ მაგალითად ის გვეკეთებინა ნაციონალიზაცია რო გაგვეკეთებინა საავადმყოფოების, ხო კიდე უარესი მდგომარეობა გვექნებოდა ვიდრე ახლა. ანუ უფრო უარესი გვექნებოდა. აგერ ფასებს რო ვებრძვით და იმაზეც იყო მედიკამენტების ფასებზე, რაც უფრო მეტ რეგულაციას შემოიტანდი, მით უარესი გექნებოდა. ხო გაქრა წამლები ზოგიერთი აფთიაქებიდან, იმიტომ რომ ფასების რეგულაცია დაიწყეს. წინა გადაცემაში ზუსტად გაეკეთებინათ, ხო კიდე უარესი იქნებოდა. ანუ რაღაცა გაგებით გამოდის რომ ეს იმის გამო რომ პოლიტიკურ წეგანი მკითხვაზე ვიძახდი პოლიტიკური პროცესი რო არა გვაქვს, ანუ გამოდის რომ ყველაფერი არის დამოკიდებული გადაწყვეტილების მიმღების ხუშტურზე. ხო და ამ ხუშტურზე ზემოქმედება რამდენად შეგიძლია, აი მაგაზე არის მოკლედ ჩვენი ბედი დამოკიდებული რა. რა ჩეხო გადაწყვეტილების მიმღების იმას ხუშტურს ხო? მანდ არის მნიშვნელოვანი რა ალბათ რომ იმ გადაწყვეტილების მიმღებმა დაიჯეროს ეს პოლიტიკურად მისთვის საზიანოა თუ სასარგებლოა. ზუსტად, გეთანხმები. მაგას უყურებს ის რა. აი ეს სისტემა საერთოდ არაფერში აინტერესებს ვინ რას ლაპარაკობს და სამართალი არა კიდია. არაფერი არ აინტერესებს. მარტო ის აინტერესებს რომ აი იქ თუ რა ვქია წამლები გაქრება და ხალხი აღელდება მაგაზე, ეს არ არის კარგი. აი აქამდე რომ დავიყვანოთ ჩვენ რომ ამ ის დანახვა მაინც შეუძლიათ. ეს უკვე კარგი რაღაცა არის. მაგრამ ხედავთ იმას რომ ეხა ფასები რომ დაიკლებს, ეს იქნება, მაგრამ ეს არის მიზანი, რომ ფასება დაიკლოს და ვიღაცა გაუხარდეს. მაგრამ ამ ფასების დაკლებას რაღაც პერიოდში, რაღაც დროში, ამ წამლების გაქრობა რომ მოყვება, ანუ იმ შორეზე ვეღარ აზროვნებს რა. ხდები, ანუ თან ყველაფერს თუ ხوار გაქრება, ანუ თუ ცოტას გააკეთებს, ბევრი არ გაქრება, ცოტა გაქრება და ვერ შეამჩნევენ. ხო, იმიტომ რომ მოკლევადიანია მესი პოლიტიკური ხედვა რა. ხედავს მარტო იმას, რომ დღეს თუ რაღაცა მე ვიღაც გაახსენდება, ეს პრინციპში ამასაც ფიქრობს ალბათ. ეს ქართული მოდელი არ არის. მე მაგალითად მithქვამს, რომ ანგელა მერკელი, რომელსაც უამრავი სისულელე და დანაშაული ჩაიდინა, გუშინ მე მგონი დონალდ ტრამპიც მაგას საუბრობდა და არ უხსენებია უბრალოდ. ხო, ვისახსოვს მისი ცოდვა. იმან თქვა, ტუსკმა თქვა, ცოტა სხვა თემაა, მაგრამ ტუსკმა თქვა, შეცდომა იყო პოლიტიკური. ხო, მისი ცოდვები ვის გაახსენდება 20 წლის მერე. თუ მერცმა თქვა. ხო. კარგია რომ ერთსი მათ ჩუაზე მოვიდა, რომ აღიარო და თავიანთი პარტიიდან წამოვიდა ეს ამდენი სისულელე, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის და არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომ ეს საკითხები მას არ ეხება, ეს მნიშვნელოვანი რაღაცა არის. მაგრამ მე მაინც მინდა დავუბრუნდე სანამ დრო გვაქვს კიდე რომ ამ ვთქვათ საკითხებში გასარკვევად ერთ-ერთი მოდელი არის მილტონ ფრიდმენის მიერ წარმოდგენილი ეს მატრიცა ჩვენ მოვიფიქრეთ სხვამა მერე თორე თვითონ მატრიცა არ დაუხაზია რა ეს ასეთი მოდელი მილტონ ფრიდმენი შეიძლება ჩვენ არ იცის მაგრამ არის ნობელის პრიზის ლაურეატი რომელსაც ნობელის პრიზი მიიღო მონეტარულ სფეროში მონეტარული ეკონომიკის სფეროში და შეიძლება ითქვას რომ დღეს მთელი სოფლიოს მონეტარული სისტემები მის ჩუაზეა აგებული მაგრამ მისი მთავარი დამსახურება არ იყო ეს პირიქით მე ვფიქრობ რომ ეს შუალედური მოდელი იყო მონეტარული რომელმაც შეაჩერა მაშინდელი ინფლაციური აზროვნება მაგრამ უფრო შორს წასვლად შეიძლებოდა მაგალითად ოქროს სტანდარტზე დაბრუნება მაგრამ და ვფიქრობ რომ ეს შეცდომა მაგრამ მეორეს მას ჰქონდა ბევრი სხვა იდეა მაგალითად ვაუჩერების იდეა განათლებაში რომელიც ჩვენთან მუშაობს ჯერჯერობით რაღაც ნაწილობრივ მაგრამ მაინც მუშაობს და ალბათ აპირებენ რომ ესეც მოარღვიონ და ასევე კერძო საპენსიო დაზღვევის და უამრავი ძალიან შემოქმედი მოაზროვნე იყო უდაოდ მე-20 საუკუნეში ერთ-ერთი ყველაზე მაგარი მოაზროვნე იყო მაგრამ მისი ჩემი აზრით ყველაზე დიდი დამსახურება იყო წიგნში თავისუფალი არჩევანში ასე ვთარგმნი მის წიგნის სათაურს ერთ-ერთი თავი ეს წიგნი დაიწერა მოგვიანებით ჯერ ვიდეოები გაუშვა და მე ვიდეოების მიხედვით გააკეთა წიგნი მაგრამ ერთ-ერთი თავში არის აღწერილი ასეთი რაღაცა ვინ როგორ ხარჯავ ფულს როგორ იხარჯება ფული ზოგადად რა ვინ ხარჯავს და ვისთვის ხარჯავს ვინ ხარჯავს და ვისთვის ხარჯავს და ეს ძალიან კარგი გაკვეთია მე როდესაც ამაზე მისაუბრია სტუდენტებთან მithქვამს რომ მოდით რა ეს გამოჭერით და ჯიბეში გედოთ და როცა უსმენთ ვიღაც პოლიტიკოსს უბრალოდ ჩაიხედეთ რომ ამ მატრიცის რომელ უჯრაში არის ის რასაც გიყვებიან და რასაუბრა ფრიდმენი რომ
როდესაც შენ პირად ფულს ხარჯავ, გაცილებით მეტი ყურადღება გაქვს და მეტი ეფექტიანობა, ეს არ არსებობს 100%-იანი ეფექტიანობა, ეს სისულელეა, მაგრამ ყველაზე მეტი ყურადღება იმაზე, როგორ ხარჯავ შენ ფულს არის, როცა შენ ფულს ხარჯავ. როცა შენ სხვის ფულს ხარჯავ, შენი ყურადღება მცირდება, შენი, თქვა, პასუხისმგებლობა მცირდება, მათ შორის იმიტომ მცირდება, როგორც ვახუამ უნდა წევან, რომ იმ პოლიტიკოს, რომელსაც ფული მიაბარეს, აქვს ქურც რა უნდა ბნელი ღამე, ესეთი ხედვა აქვს, რომ თუ ვერ დამიჭერ, რომ სისულელებში ხარჯავ და ფლან გავამფულს, ხო, მე გავაგრძელებ ფლანგოს, რა თქმა უნდა და მან იცის რომ ვერ დაიჭერ, ეგ არის პრობლემა, რომ ვერ დაიჭერ, იმიტომ რომ ერთხელ ერთმა ცნობილმა ამერიკელმა მოაზროვნემ მითხრა, რომ მე ვეუბნებოდი, რომ მოდი რა ფისკალური სისტემა იყოს ძალიან ზედმიწევნით დისციპლინაზე აგებული და იმან მითხრა, რომ კი, მაგრამ თუ ბევრი ფული აქვს, არ არსებობს არანაირი მექანიზმი, რომ ის ბევრი ფული დაითვალო. აი, მაშია ეს საქმე, რომ თუ შენ ბიუჯეტი არის 5 მილიარდი და თუ შენ ბიუჯეტი არის 50 მილიარდი, განსხვავებული შრომა ჭირდება იმას, რომ გაარკვიო რანაირად იხარჯება ეს ფული. ეს როცა ექსპერტი ხარ ამ საქმის, მაგრამ ანუ არხების რაოდენობა რო იზრდება, უფრო გართულია გაშია. ხო, რა თქმა უნდა და ეს როცა ექსპერტი ხარ ამ საქმის და როცა ჩვეულებრივი მოქალაქე ხარ და თან ფიქრობ შენი გადახდილი არ არის, ხო, მაშინ საერთოდ არანაირი мотиваცია არ აქვს, რომ მიყვე ამას და მოიკითხო, რომ ეს რა ფულია და მე ფიქრობ ალბათ, რომ რაღაცას თუ მომაგდებენ, ეგ კარგია. ასე არ არის? რაღაცას თუ მომცემენ, სხვის გადახდილი და რაღაცა თუ მეც შემხვდება, ეგეც კარგია რა, რატო უნდა ვიყო მინერალური გადახდილი და შეხვდეთ, ფაქტურად არის გადასახადების შემცირება რა შენთვის, რაც არ უნდა, ანუ ესე უყურებ რა, საგადასახადო შეღავათად უყურებ. ხო, მაგდეს თუ იაზრებს კი საქმე ის არის მაგდეს არ უნდა შეაინტერესოს. ხო და ანუ ერთია რომ შენ ფულს ხარჯავ, მეორეა სხვის ფულს ხარჯავ და მესამე არის რომ შენს ფულს სხვა ხარჯავს. და შენ კი გინდა რომ გამოეკიდო და კითხვები დაუსვა გზაში რომ აუ ყოველდღიურად ყოველსაათობრივად მითხარი რას ხარჯავ როგორ წარმოვიდგენე ახლა ჩვენს მაყურებელს მაგალითად რომ ჩვენ ყოველსაათობრივად ყველაფერი ვაკონტროლოთ რას ხარჯავს მთავრობა და ეს არ ეხება ამ მთავრობას ეს კიდე მნიშვნელოვანი საკითხი არის რა მე შეიძლება ძალიან ბევრი პრეტენზია მქონდეს ამ მთავრობასთან საერთოდ არ ვაღიარებ იმ არჩევნებს რომელიც 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდა იმის გამო რომ ფარულობა დაარღვეული იყო მაგრამ მეორე მხრივ ეს არის და მე არ ვფიქრობ რომ უახლოეს ხანებში დიდი დარწმუნებით შეიძლება ითქვას რომ ჩვენ უკეთესი მთავრობა გვეყოლება ამ თვალსაზრისით ფისკალური დისციპლინის თვალსაზრისით ამიტომ მაგრამ ეს ჩემი ის მოდის იქიდანაც რომ ზედმეტ ფულს როცა მიცემ ვერ აკონტროლებ წევან როგორც კი და მეორე რომ ერთი ადამიანი მაგდენ ამას როგორ გამოეკიდები და დანარჩენ ადამიანებს აქვთ რაციონალური უმეცრების ესეთი ის არსებობს რაციონალური უმეცრება შეიძლება რამდენი დრო შეიძლება დაკარგო იმაზე რომ გამოიანგარიშო სწორია თუ არა ეს ხარჯი აი ყველა ადამიანი ფიქრობს რომ აი რაღაცას კი დავფიქრდები მაგრამ ამაზე მეტხანს მაგაზე ვერ ვიფიქრებდი რომ სხვა საქმეა ურის ფული უნდა ვიშოვო და რაღაცა და ამიტომ ადროს მაგაზე ფიქრია არა თუ ის აკონტროლო სხვა როგორ ხარჯავს გინდა მთავრობა და გინდა დაუშვათ სხვა საკუთარი ხარჯების კონტროლით იოლი არ არის ხო რა თქმა უნდა აბა რო დაფიქრდეს ნებისმიერი ადამიანი და აკონტროლებს რა ყველას ხარჯს რაც მე რაღაცაში ხარჯა უფრო ძნელია მე დასმა ბალანსის და ბოლო მეოთხე კატეგორია რომელსაც მილტონ ფრიდმენი ამბობდა ეს არის რომ სხვა სხვის ფულს ხარჯავს და ჩვენთან მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს სხვისი გადახდილია და სხვა ხარჯავს სხვის ფულს მაშინ ეს რა ჩემი პრობლემა არის საერთოდ ეს კიდე უფრო უარესია როცა საერთაშორისო ფული ილექება შენს ქვეყანაში და ფიქრობ რომ ვიღაცა უცხოელმა გადაწყვიტა რომ შენს ქვეყანაში ფული დახარჯოს და შენ ფიქრობ რომ ეს მე მეხება რაში მეხება რატომ უნდა მინერვიულო იმაზე რომ ვიღაცა უცხოელი ისე გაგიჟდა რომ ჩვენ ქვეყანაში ხარჯავს ფულს და არაფერს არგებელს არ ხედავს ამაში ხო ეს არის ძალიან სერიოზული გაკვეთილი იმისი რომ ადამიანი ერკვეოდეს რასთან აქვს საქმე როდესაც მე მგონი ეს უნდა გავაფერადოთ ეს მატრიცა და იმას კი მე გთავაზობდით ამას და აქ გავაკრათ თუ გინდათ გააკარით ამ კედელზე და ნებისმიერ რაღაცა საუბრობ შეგვიძლია მივთითო აბა რომელ უჯრაშია ეგ ისა ამ უჯრაშია ხო ხო ის იმაში უძეს მომდა
კაი, ამ საკითხის გაგრძელება და ზუსტად ამ მატრიცას უკავშირდება ერთი გამონათქვამი, რომელიც სადღაც შეხვდა, ესეთი რაღაცა. უნდა წარმოიდგინოთ, რომ შენი ჯანდაცვისას იხდის სხვა, იგივეა, რომ რესტორანში ვიღაც სხვა იხდიდეს შენი სადილის ფულს. თუ ვიღაცა სხვა შენ შედიხარ რესტორანში და შენი სადილის ფულს შენ კი არ იხდი, ვიღაცა სხვა იხდის, მაშინ რა სიტუაცია იქნება? სიტუაცია იქნება ასეთი. შენ სადილი რამდენად ხარისხიანია, იმას არ აინტერესებს, ვინც სადილს გიგეთებს, იმიტომ რომ მას ფულს უხდის სხვა, თავარი იმასთან ანგარიში წარადგინოს, ისე რომ იმან ფული მისცეს. მე მგონი ადამიანებისთვის ასე უფრო მარტივი წარმოსადგენია, რატო ვიღებთ ხარისხის გაუარესებას. ამ სხვა სიტყვებითაც თუ ავხსნით, რა ვიცი. მე მინდა ადამიანებმა დაინახონ, რატო ფუჭდება ხარისხი, როდესაც ეს ეგრეთ წოდებული უფასო ჯანდაცვა შემოდის. აი ეს ფრიდმენის მატრიცა ჩემი აზრით კარგად აჩვენებს მაგას, რომ ხომ ეს მატრიცა თვითონ უცხოს. როდესაც შენ თვითონ ვერ მიყვები და ვერ აკონტროლებ. ეს აი ძალიან მარტივი რაღაცა, შევედი მაღაზიაში და სიგარეტს ვყიდულობ. ძალიან მარტივი რაღაც. მე არ ვეწევი ახლა პირდაპირ ვიტყვი, თუმცა აბსოლუტურად მოწინააღმდეგე ვარ სიგარეტის წინააღმდეგ კამპანიის, რომელშიც საქართველოს რატომღაც სოფლიო ჩემპიონია დღესდღეობით. ხო, ანუ მე ვამბობ, რომ მე ოდესაც მივდივარ ჩემთვის ყიდულობ სიგარეტს, ხო, მე ზუსტად ვიცი რა მინდა, მაგრამ ეხლა წარმოვიდგინოთ, მე სხვას მივეცი ფული და უთხარი, რომ აი სიგარეტი მიყიდე, ოღონდ ეს მინდა, აი ზუსტად ეს მინდა და მივიდე მაღაზიაში და დახვდა სიტუაცია, რომ არ არის ის სიგარეტი, რომელიც მე ვთხოვე, ხო? და მე ვფიქრობს, რომ ეხლა ამას სად ვარკვიო, ეხლა ამას სანამ დაუვრეკავ და რაღაცა, რომ რომელი სიგარეტი გინდა, ის არ არის და ის ხო არ გინდა რაღაცეები, მოდი რომელიღაცას ვიყიდი. იყიდის რომელიღაცას მოგიტანს და დარჩები შენი მითი, რომ ის კი არა გაქვს, რაც გინდოდა, არამედ ის, რაც იმან იფიქრა. მარტო სიგარეტზე არა, ნებისმიერ პროდუქტზე. ნებისმიერ რაღაცა სიგარეტი და შუაში არა. მე უბრალოდ წარმოიდგინოს წეველმა ადამიანს. ვთქვათ, წეველი ადამიანის უმრავლესობა ალბათ ვერ ერკვევა იმაში, რომ მისი სიგარეტი, რომელიც დღეს შეიძლება 8 ლარი იყიდეს ან 10 ლარი, როგორც მე ვიცი, მისი ფასის 80% სახელმწიფო გადასახადებია. ამის შესახებ არ იციან მათ. რეალურად ნუ რაც ღირდა წლების წინ ალბათ იმ ფასი უნდა იყოს ისე იდეაში. ხო. არის კიდე ესეთი პრობლემა, რატო უარესდება რა, ეგ რაც ზოგადად თქვით გასაგებია, მაგრამ კიდე მაგალითად არის ხარისხისთვის წარმმნიშვნელოვანი, რომ თავიდან რასაც ვამბობთ, სიმართლე რა. და სიმართლე რაც გულისხმობს, რომ მაგალითად აი როდესაც თქვათ პაციენტი მივიდა საავადმყოფოში და აქვს რა პნევმონია, ფილტვების ანთება აქვს რა. აი ფილტვების ანთებაზე თუ არის რაღაც X თანხა, მწვავე თუ რაღაც გართულებულ ფილტვების ანთებაზე არის 3X თანხა რა. შესაბამისად იმას უწერენ, რომ ქონდა არა X-ი, არამედ 3X-ი. ანუ რეალურად დიაგნოზი უნდა გაყავდეს რა. ანუ სამედიცინო დოკუმენტაცია არ ემთხვევა. საჩვენებო ყოველთვის. სამედიცინო დოკუმენტაცია არ ემთხვევა. და ძალიან ხშირად ეს მარტო უბრალოდ ის კი არა, რომ მეტი ფული გამოდის, ან შეიძლება სრული სიყალბე იყოს, საერთოდ ისეთი დიაგნოზი გეწეროს, რომელიც შენთან არაფერ კავშირში არ არის. და მე ამას ჭირდება სასამართლო, რომ ესეთი შემთხვევები აღმოიფხვრას. როდესაც ეს ყველაფერი სახელმწიფოს თავის თავზეა გადატანილი, თავის თავს ხო არ დასჯის. შესაბამისად სასამართლო არ არსებობს. ანუ მაგალითად ამერიკის ჯანდაცვა მიუხედავად იმისა, რომ იქ თავის რეგულაციების უამრავი პრობლემაა, მინიმუმ იმის გამო, რომ ამერიკაში არსებობს სასამართლო, პაციენტს შეუძლია, რომ მისთვის მიყენებული ზარალი გაასაჩივროს. საქართველოში და ჩვენაირ ქვეყნებში, სადაც სამართლიანობის ეს იარაღი ინსტიტუტი, როგორც სასამართლო არ ფუნქციონირებს, ჯანდაცვაში არ ფუნქციონირებს კიდევ უარესად. ანუ საერთოდ არაფერი არ ფუნქციონირებს. ანუ ფაქტობრივად ბიუროკრატიას, ანუ სამინისტროს აქვს წაღებული მოსამართლის ფუნქცია. ხდები? ხო და ანუ ეს კიდევ უფრო დაუცველ მდგომარეობაში აყენებს პაციენტს სისტემისთან მიმართებაში, იმიტომ რომ აი რაც არ უნდა დაუშავო პაციენტს, ის თავის უფლებას, აი თუნდაც სიცოცხლის უფლებას რითიც გადაცემა დაიწყეთ, აი ადამიანს რომ ამის უფლება აქვს რა, ვერ იცავს. ანუ არ არსებობს მექანიზმები, ანუ ეს სისტემა უზრუნველყოფს იმას, რომ პაციენტისგან დაიცვას თავი. დაიცვას თავი იმით, რომ ეს ინსტიტუტები ჩახსნას, რომელიც მერე მას მაგალითად რაღაც დაჯიდა. რაც საკუთარ თავს როგორც მეფე თავის შვილს თავს არ მოჭრის. აი ესეა ზუსტად ეს სისტემა. თუ შენ წაღებული გაქვს ეს ამბავი, მაშინ სასამართლოსაც არ მიუშვებ იმასთან, რომ ვინმე სამართლიანობა დაადგინოს და რეალურად გამოდის, რომ ანუ ამ სისტემის გაუმჯობესება შეუძლებელი ხდება. პასუხისმგებლობის დაყენება
ანუ იმ ქმედებებისთვის ეს კორუფცია იქნება, დიაგნოზების გაყალბება იქნება, ბიუჯეტიდან მეტი ფულის გამოთხოვა იქნება, უხარისხო სერვისი იქნება, რიგები იქნება, ხდება შეუძლებელი. რადგან ეს შეუძლებელი ხდება, ეს სისტემა სულ უფრო და უფრო გაუარესდება. სხვა შანსი არ არის, რომ შეადარო ესეთი ის იყო ხოლმე, რომ ადრე, ახლაც არის დარწმუნებული ვარ, მაგალითად, ჩემს მეგობარს აქვს ისეთი სერვისები, რომელიც არ არის სახელმწიფო პროგრამაში. ანუ თუ სახელმწიფო პროგრამაში არ არის, ის სერვისები ბევრად უფრო ხარისხიანია, ბევრად უკეთესად გემსახურებიან, არანაირი რიგები იქ არ არის. ასე იყო თავის დროზე 90-იანებში სტომატოლოგია და მეანგინეკოლოგია. სტომატოლოგია ახლაც ნორმალურია. სტომატოლოგია და მეანგინეკოლოგია რაღაცა ცოტა ანუ გამოვარდნილი იყო რა სისტემიდან, იმიტომ რომ იმას ისე არ არეგულირებდნენ და იქ მაგალითად უკვე თვალნათელი იყო, რომ განსხვავებული ხარისხი იყო. სტომატოლოგიაში ცნობილი ფაქტია, რომ უცხოეთიდან ჩამოდის ხალხი აქ სამკურნალოდ. იმიტომ რომ მაინც უკეთესი ვითარება. საერთოდ ბოდიში ერთ წუთი იქ მინდა დავამატო, რა შემთხვევაც მოიყვანე შენ რომ დიაგნოზს ამძიმებენ, როცა პატიოსანი ექიმია, მათ ესეთი რამეც ხდება, რომ ეუბნება ექიმი, შენ კი X-ი გაგასახდელი, მაგრამ ბიუჯეტიდან ფულის გამოსატანად, მოდი მე 3X გავაფორმებ, რომ ბიუჯეტიდან ეს 3X-ი ავიღო, მაგრამ შენ წამლები X-ისთვის მიიღე, იმიტომ რომ შენ მხოლოდ X-ი გჭირს. ეს კიდე არა შეშეთხოვეში პაციენტმა არც კი იცის რას აკეთებენ კაცო იმ პაციენტმა რა იცის რას წერენ ქაღალდებში არა როცა ექიმი მეტნაკლებად პატიოსანია ეუბნება პაციენტს რომ არ დააზარალოს იდეაში და ეს კიდე შეიძლება რაღაც გამართლება არის მისთვის თუმცა საბოლოო ჯამში ფაქტი არ იცვლება ეს რომ ბიუჯეტიდან მეტი ფულის გამოწვევა ხდება ცხადია ხო მე გავიხსენებ ძალიან რაც ვახო მახსენე ეს იყო წინა ხელისუფლების დროს სხვათა შორის ამაზე მახსენდება ერთი რაღაცა რომ დებატები იყო ერთხელ ჩვენ ვესწრებოდით სოროსის ფონდში ტარდებოდა დებატები ახალი მთავრობის და ასე ვთქვათ ექსპერტების შეხვედრა რომლებიც ჩვენ ექსპერტები მოგვაბრალეს რომ სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ვიყავით გახსოვს ხო ეგ შეხვედრა და იქით მხარეს იყვნენ ადამიანები რომლებიც დღეს აღარ არიან მე მგონი საერთოდ მაგრამ ისინი ლობირებდნენ ამ საყოველთაო ჯანდაცვას და ჩვენ როცა რაღაცა კითხებს უსვამდით რაღაცა ირონიულადაც კი რომ რანაირად გჯეროს მაგისი ისინი გეუბნებიან თქვენ კაცო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლები ხართ და იმიტომ ლაპარაკობთ მასე ეს იყო ყველაფერზე პასუხი ყველაფერზე პასუხი ეგ იყო მაგრამ არა რაც ვახმო გაიხსენა სწორი იყო ის რომ მიუხედავად იმისა რომ იმ სისტემაში იყო ბევრი რამე ხელოვნური და ძალით გაკეთებულიც ხო მათ შორის მაგალითად ის ურთიერთობები სადაზღვევო კომპანიებთან არ იყო თლად ჯანსაღი ხო მაინც მუშაობდა ის და რიგები იდგა ინვესტორების შეერთი და მეორე რომ კონკურენცია იყო ელემენტარულად და ეს სადაზღვევო კომპანიები მართლა დაძდებდნენ იმას რომ თვითონ საავადმყოფოები ამბობდნენ რომ ყველა ნატურას გვიმოწმევენ რატო ჩანთება თქოს არა ჩუქებდნენ მათი იყო ფული ფულს ისინი აკონტროლებდნენ იმიტომ რომ ხო, ამიტომ მოგებაც უნდა და ერთის რა ის სადაზღვევო იმაში რა არის მნიშვნელოვანი. თან მოგება გინდა, თან არ გინდა პაციენტი უკმაყოფილო წავიდეს, რომ რაღაცა არ დაგბრალდეს რა, ესა და რომ კონკურენტით ჩასაგროვდეს. რა ზოგადად კონკურენცია და არასებობს დედამიწაზე უკეთესი გამოგონებული რამე ხარისხის გასაუმჯობესებლად ვიდრე არის კონკურენცია. ესეთი რაღაცა არ არსებობს, გამოცდილება არ არსებობს, ესეთი რაღაცა რომ რამე ხარისხი გაუმჯობესა ვიდრე კონკურენცია. ამიტომ, როდესაც ჩვენ კონკურენციის დათქმულობაზე მიდიხარ, მინიმუმ ის უნდა გახსენდებოდეს, რომ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოყვეს ამას. აი, როდესაც მთავრობა შემოიღო საყოველთაო ჯანდაცვა, ხო, აუცილებლად უნდა მოესმინა ვინმესთვის, რომ ამას რა შეიძლება უარყოფითი მოყოლოდა და ამის ნაცვლად მოესმინათ ყველანაირი დისკუსია ჩაცხრა. ყველანაირი დისკუსია ჩაცხრა. იმ დონემდეც კი რომ დღემდე არსებობს მოთხოვნა რომ მაგალითად კერძო დაზღვევა ვისაც აქვს მას შეეძლოს საყოველთაო ჯანდაცვის დამატება იმაზე კერძო დაზღვევაზე და ეს აკრძალულია დღეს ის კი არა ვისაც გარკვეული შემოსავალი აქვს გარკვეულ თანხაზე ზემოთ მას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან არაფერი არ ერგება პირდაპირ საავადმყოფოებში გამოკრულია რომ შენ თუ ამდენი გაქვს შემოსავალი არ იგუთვით რაღაცა აბსურდული სიტუაციაა დისკრიმინაციული სიტუაციაც კი არის რომ მე ყველაზე მეც ვიხდი გადასახადს და მათ შორის ხვების ჯანდაცვაშიც ვიხდი ამ დროს შეიძლება, მაგრამ მე მეუბნებია რომ შენ არ გეკუთვნეს ეს სრული აბსურდული გადაწყვეტილება არის, რომ შენ არ მენტალობა ძალიან გავრცელებული არის არა მარტო ჩვენთან, თემზოფლიოში მასია.
არა, ზოგადად არის დიდრების შური. ანუ შულს რა, ანუ ხალხს გონია რომ არაფერი არგუმენტი არ არის. ისე იგი ის ვალდებულია რომ შენ მოგიაროს რა და ანუ ეს მორალი საიდან უნდა, ანუ როგორ უნდა გადავაკეთოთ? აი მაგალითად ეხლა რა დროს ჯანდაცვა კაცო აგერ ხალხი ფასებს დაძდებს რა, დღეს დღევანდელი მთავრობა წეგან წავიკითხეთ თუ თქვენ წაიკითხეთ რომ მაღაზიების ოფისებში არის უშიშროება შესული ფასებზე. უშიშროება. ხო, უშიშროება ფასებზე, ხო და აი ანუ რა ჯანდაცვაზე ლაპარაკობ, ანუ ხო ხტები, ანუ ფუნდამენტური რაღაცა არ წარმოგიდგენია, რომ ფასები როგორ დგინდება კონკურენციის პირობებში, რომ რაც არის ბაზარზე თუ შენ კონკურენცია უზრუნველყოფეთ და რაც იქნება ბაზარზე ფასი, ის არის ოპტიმალური. ამ ბაზრის მუშაობაში. თუ ხელოვნურად არ ხდება, შენ თუ ამის არ გჯერა. მაშინ ხო ეხლა მოატრიალო ყველაფერი და ყველაფერი მაგალითად განათლებაში რეფორმა მიდის, იქ ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა შევისწავლოთო ბაზარიო და იმის მიხედვით დავგვეგმოთ რამდენი ექიმი, რამდენი იურისტი, რამდენი ინჟინერი და რაღაცა გვინდაო. ხო და ეს რომ მართლა სერიოზულად მივიღოთ ეს ხო იმას ნიშნავს, რომ მოდი ეხლა ჩვენ ახალი საბჭოთა კავშირი არის, რამე კომუნისტური კოკროჭირა ქვეყანა ავაშენოთ რა. სადაც ყველაფერს ვიღაცა დაგეგმავს და ყველა დანარჩენი ამას გააკეთებენ რა. მეორე საკითხი რამდენად ეს მოხერხებადია, ანუ ტექნიკურად რაღაცა გვაქვს თუ არა, შანსი ამას ხო ძალადობა ჭირდება, ამას რესურსი ჭირდება. ანუ მივხვდით ადამიანებს ესმით თუ არ ესმით, ცოტა ხანში მიხვდებიან საკუთარ ტყავზე. ანუ მაგალითად საბჭოთა კავშირი ამას რაღაც ნავთობით იმაშვებოდა, გულაგები ქონდა, ხალხის დახოცვა პრობლემა არ იყო, მაგრამ საქართველოში ეს სიტუაცია არ გვაქვს, არც ნავთობი გვაქვს, არც ისეთი ძალოვნები ყავს, რომელიც თანამოქალაქეებს პადლებში მასობრივად დახოცავენ და არაფერი არ მოხდება და ამის გაკეთება რთულია რა. ამიტომ აი რაღაცა ისეთ შუალედურ მდგომარეობაში ვართ რა, რომ თან გვინდა რომ მოვატყუოთ ეს ხალხი, რომ აი როგორ მათ რაღაცა ზრუნავთ, როგორი ცუდები არიან ეს რაღაცა დიდრები, როგორ უნდა რაღაცა იმათ უფასო რაღაცები გავუკეთოთ, მაგრამ ტოტალურად თუ ეს სწორია ყველგან, თუ ეს სწორია სუპერმარკეტში, თუ ეს სწორია იმაში ჯანდაცვაში, ხო ყველგან უნდა იყოს სწორი. ხო და ყველგან უნდა გავაკეთოთ, წარმოიდგინე რა მოხდება მაშინ, რას მივიღებთ? ჩრდილო კორეას, ხო? ყველაფრის დეფიციტი. ხო, ჩრდილო კორეას თუ მივიღებთ, ჩრდილო კორეელებს ყავთ რაღაცა 2 მილიონიანი არმია, ის ბანაკები, ესა და თან შიფშილობენ. და ჩვენ არ შიფშილობა გვინდა, არც ბანაკები გვინდა და ეს რანაირად გვინდა? მაგალითიც კი არ არსებობს სოფლიოში, რომ ასეთ სისტემას ემუშავა და არა, ანუ ძალადობა ჭირდება როგორ არსებობს, მაგალითად ზოგადად კამბოჯაში თოხებით დახოცეს ხალხი. კარგი შედეგი გამომისურვა. კარგი შედეგი უბრალოდ ხოსის სულელი რა შუაში ხო, ეხო ცნობილია რაც გამოიწვევს და რაც გამოიწვევს ამას, მაგრამ შენ თუ გინდა რომ ეს გადალახო და ადამიანები ბოლომდე დააჩმორო, ამისათვის საჭიროა ისინი დახოცო. ძალადობაა საჭირო. ვიღაცები შეაშინო და ანუ ამის გაკეთების უნარი ჩემი აზრით ჩვენ საზოგადოებაში დღეს საბედნიეროდ არ არსებობს. იმედი ვიქონიოთ. რა სიტყვია დაამატებ ამას. ხო, ერთ რამეს ეს ძალიან გზელი რაღაცა გამოვა მე დავამატო, მაგრამ მე ბოლო ხანი ნელა ბოლოსკენას უნდა წავიდეთ, ანუ ცოტა მოკლედ რა. შესავლას, იმიტომ რომ მე შემიძლია თქვა ჩემ და საამაყოთ, მაგალითად რომ ვიცინასწარმეტყველი საბჭოთა კავშირის დაშლა და სადაც მუშაობდი, იქ ვეუბნებოდი რომ მოდი რეზერვები შევქმნათ იმ მომენტისთვის, როცა დაიშლება და ხალხი დამცინდა, მაგრამ რამ დაშალა, ჩვენ მე არ შევეცადეთ რომ ეს შეგვესწავლა, ვახო მართალია იმაში რომ რასაც მე მეუბნებოდნენ რატო არ დაიშლებოდა ის კი არ იყო რომ სისტემა სწორია, არავის არ ქონდა ეს ასეთი მოსაზრება რომ სისტემა სწორია, არამედ იმას ამბობდნენ რომ ამას უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები აქვს და რა დაშლის ეს კიდე დიდხანს გადაარჩენს ამ საბჭოთა კავშირსო და ბოლო 20 წელი მაშინ სწორედ ამ ბუნებრივი რესურსების ხარჯზე გადარჩა ის საბჭოთა კავშირი და არა იმის გამო რომ ვინმეს კიდე სჯეროდა იმ კომუნიზმის და სოციალიზმის, არავის არ სჯეროდა, თავიდან დაწყებული ბოლომდე არავის არ სჯეროდა. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი შეიძლება ის მე მსჯეროდა. სანამ ბავშვი ვიყავი. ხო, ერთ-ერთი საკითხი რაც იყო ის იყო რომ რაც არის შეიძლება იყოს ის რომ აი დღემდე შეიძლება ვიფიქროთ რომ რაღაცეები არსებობს ტაბუდადებული და არ შეიძლება იმისი მაგალითად შეხება რომ აუ რაც არის ეგ არის, მაგრამ თვითონ ამაზე არაერთი თქვათ პუბლიკაცია ჰქონდათ, რომელსაც
პოლიტბიუროს დონეზე ქონდა ნებართვა მიცემული, მაგრამ კარიკატურები და უამრავი რაღაცა, თქვათ იგივე თქვათ სატირულ ჟურნალებში და არა მარტო სატირულ ჟურნალებში. საქართველოში არც კი იციან იმის შესახებ, რამდენად სერიოზული კრიტიკა მიდიოდა 70-იან 80-იან წლებში დაშვებული კრიტიკაც კი რა დონეზე იყო. დაშვებული კრიტიკაც იყო იმ დონეზე, რომ მაგალითად საავადმყოფოს რაც შეეხება, იყო ესეთი ანეკდოტი, რომ ამერიკელი კონგრესმენები ჩამოვიდნენ ვითომ საქართველოში და როდესაც უთხრეს, რომ ეს უფასო არისო მაშინდელი ის ლეჩკომბინატი ეგრეთ წოდებული, იმაზე უთხრეს, რომ ასეთი დაბალი დონისო ჩვენთანაც უფასო არის, მაგრამ მეორე კარიკატურა შემიძლია ვაჩვენო შემდეგ სხვა გადაცემა თუ იქნება ამაზე. ასეთი კარიკატურა, რომ ექიმი შედის პაციენტთან და ეუბნება, რომ აბა როგორი მდგომარეობა არის, როგორ არის წნევა და ტემპერატურა და ეს ექთან ეუბნება, რომ ტემპერატურა არის 8 გრადუსიო და წნევაო 1000 რაღაცაო. ეს სინამდვილეში ეუბნებოდა, რომ ფანჯარაც შამტრეული იყო ყველაფერი და იმდენად განადგურებული იყო ის პალატა, რომ ის უხსნი და როგორი მდგომარეობა იყო პალატაში და არა როგორი მდგომარეობა ქონდა პაციენტს რა სინამდვილეში და ეს კარიკატურა კარგად აღწერს იმას, რომ რა შეიძლება მიაღწიო ამით ჩვენ და მივაღწიოთ ალბათ ჯანდაცვის პოლიტიკა უნდა ქონდეს ისეთი რომ თქვა პოლიტიკოსებს არ ცხენოდეთ იმისი რასაკეთებენ ჯერ ერთი, მაგრამ მეორე არის რომ წინ მიდიოდეს ეს ყველაფერი. ანუ ჩვენ ტექნოლოგიურად თუ ხარისხობრივად წინ მივდიოდეთ, თავარი ეს უნდა იყოს. ხო, მათ სხვა პრობლემა არ ცხენოდეთ, სირცხილზე არ არის ლაპარაკი, პოლიტიკოსები ხომ მოქმედებენ ისე თუ როგორ აწყობთ. და აწყობთ ისე როგორც უმეცარ ადამიანს მოეწონება, ხო? ხომ არის ის უმეცარი ადამიანები, ეს ისეთი საკითხი არ არის ჯანდაცვა, რომ ვერ გრძნობდეს ადამიანი რა მდგომარეობა არის. სამწუხაროდ ავადმყოფი ყველა ხდება და წევან მინდოდა მე თქვა მაგალითად შედარება გამიკეთებინა. ავტომობილი გაგიფუჭდა და ერთადერთი ხელოსანი აკეთებს მე რასაკია. რომ მიხვალ იმას, რასაც გეტყვის, ყველაფერი უნდა დაიჯერო. გეტყვის უნდა დავშალო მთლიანად და რამდენი ძალიან ძვირი დაგიჯდება და იტყვი რომ ხო ჯანდაბას მე სხვა გზა მაინც არ მაქვს. ესეა, როდესაც შენ ჯანდაცვას მონოპოლიზებას უკეთებ და სახელმწიფო არის ადგენს ხარისხსაც და ყველაფერსაც და ის თვითონ განჭის როგორც ვახომ თქვა რომ სასამართლო თუ არ მუშაობს რას იძავ და კონკურენციას თუ არ არსებობს, მე ერთადერთი რამე დაგჩენია და დაემორჩილო იმას, რომ ეგ არის ხარისხი და თუ არ მოგწონს ეგ ხარისხი, რა უნდა ქნა, გაყიდე ყველაფერი და წადი თურქეთში. ეს არის ერთადერთი გაგრძელება. და ამის ნაცვლად ჩვენი მონდომება უნდა ის ყველაფრის ისა წეან მაინც ისე იგივეს გავიმეორებ, რომ ჩვენ ამას ვერ ავარიდებ თავს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, ნებისმიერი პოლიტიკური ძალა იფიქრებს, რომ მე თან და ეს გავბერო, რომ ვითომ რაღაცას კარგს ვაკეთებ. მაგრამ თან პარალელურად კარგი უნდა გააკეთო, რომ წინ მიდიოდეს ჯანდაცვა, ხარისხი უმჯობესდებოდეს, კვალიფიკაცია უმჯობესდებოდეს და ადამიანები მაგ უნდა ესმოდეს რომ გააკეთოს. თუ არ ესმის? ნუ თორემ არ არის. ხო, და პრობლემაც ეგ არის ზუსტად. ხა მე ჯანდაცვის პრობლემა კი პოლიტიკის პრობლემაა. კი, მაგის პრობლემაა. პოლიტიკის პრობლემაა ზოგადად. მაგას ვფიქრობ ხოლმე, როგორ შეიძლება იქ იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ან თვითონ ესმით, ან კითხავენ, ვისაც ესმის. არა, ეგ ჯანდაცვის საკითხი, აი ჩვენი დღევანდელი გადაცემის გარჩევის ცოტა გავდივართ ხო, მაგრამ სახელმწიფოს ასე მაგრამ ჯანდაცვა ისეთი რაღაცა არის, არავის არ უნდა ეგონოს, ეხლა ვინც გადაწყვეტილებას იღებს, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. მას შეიძლება უნდადეს პიერ გარელო ჩვენი მეგობარი ამბობდა, რომ ჩვენთანაც მასე არისო, რა მთავარი ის კი არის, კარგს აკეთებ თუ არა, მთავარი ის არის, რომ ხალხმა დაიჯეროს, რომ კარგს აკეთებ. აი, გავიგე ეს, რომ ორი არის ეს ხედვა. რომ ჩვენ როგორც უტოპიაში არ უნდა შეხვიდე და არ უნდა გეგონოს, რომ მხოლოდ კარგის კეთება არის და იქ ეს რა ქვია, ამის გაპიარება არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მეორე არის, რომ ჯანდაცვა ისეთი რაღაცა არის, რომ ყველა ხედავს იქ ხარისხი უმჯობესდება თუ უარესდება. რიგები რო დგას, მაგას როგორ ვერ დაინახავენ და იქ რომ ექიმთან მიხვალ და მოგაწერს რაღაცებს და არაფერი არ გეშველება, ამას ხო ხვდება ის ადამიანი. ეგ არის, რომ რაც უნდა დაინახოს აუცილებლად, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ ამისი ასეთი გაყალბებით მაგას ხმებსაც ვერ მოიპოვებს ელემენტარულად. ვერ შეაყრის ნაცარს თვალში ვერავის.
სამწუხაროდ მეხსიერება მოკლე. მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული, როგორც ილია ამბობს, სხვის იმედით არ შეიძლება რამის კეთება, ადამიანმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს ინიციატივა და საკუთარ თავზე იზრუნოს, მაგრამ სამწუხაროდ დღესდღეობით ყველა ადამიანი როგორ უყურებ, უფრო სახელმწიფო შეჩერებია ხელებში და მაგის შედეგია ეს ამბავი რაც ხდება. ყველას გონია რომ თუ სახელმწიფო იტყვის რომ ფასებს დავწევ, სამედიცინოს გავაკონტროლებ, სამედიცინო სფეროს ჯანდაცვაში ასე ვიზან ფასოს მოვწევ, ადამიანებს ადვილად ჯერათ და ამას რა უნდა ეშველოს მე არ ვიცი. მით უმეტეს როდესაც ფაქტიურად მე ტელევიზორს დიდი ხანი აღარ უყურებ, როცა უყურებ ხედავ რომ ამისი აგიტაცია მიდის ყველა მხრიდან. კი. როგორც კი ამ აგიტაციას მოაშორებ, მე ადამიანი რჩება პირისპირ იმის რეალობასთან. ხო, მე უნდა ავიღო ჩემ თავზე პასუხისმგებლობა, აი მას რას უსმენ, მე ჩემ თავზე უნდა მივხვდე. რაც უფრო მეთხანს უსმენ, მით უფრო მეთხანს რჩები იმ ჭაობში, ასე გამოდის რა. კარგი, ბატონო ხო არ იტყვი რამეს და მე მგონი საერთოაზე ვარ ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერი განსაკუთრებული დასამატებელი არ მაქვს, მგონია რომ აი ეს მაინც თევზის თავი საიდანაც ყოლდება არის პოლიტიკის სიკვდილი რა, შესაბამისად აზრი რო აღარ აქვს, მე უკვე კონკრეტული სექტორების განხილვას იქ რა ხდება. კი, ერთი ნახატია, სადაც მთავრობის დაშავებული ჩანს, თავისი ფერით არის გაკეთებული და ამ გადაცემას დაურთავ ამ მომენტში და მოხატულია კედელი ლურჯად და ლურჯი ფერის ფანქარია მთავრობა. და იმის ბრალია წითელ ფერზე ამბობს, წითელი ფერის არის ბიზნესი თუ რაღაცა ეგეთი. ეს არის კარიკატურა ზუსტად ამ სიტუაციასთან მოხსნა. ამ თემას ჩვენ ვერ ამოვწურებთ, მაგრამ მე ამას მიტყოდი, მე და ვახუშტი გვაქვს ეს გამოცილი რაღაცა ცადეთ, მაგრამ ვერ წავედი წინ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი რაც არის, ეს არის რომ მთავრობის როლი რა არის ამაში საერთოდ და ერთ-ერთი როლი, რასაც თვლიან, ის არის რომ მთავრობამ უნდა გააკონტროლოს ხარისხი, მაგალითად ლიცენზიები გასცეს და რაღაცები. თუ საჭირო იქნება, ერთი გადაცემა შეიძლება გაკეთდეს იმაზე, მთავრობას შეუძლია თუ არა ხარისხის კონტროლი უზრუნველყოს. კი, ეგეც საინტერესო მიდგომა და ერთი კი არა, არაერთი გადაცემა სხვა მიმართულებით შეიძლება გავაკეთოთ, არა მარტო ამ არამედ სხვა საკითხებზეც და კიდე დაგპატიჟებთ არაერთხელ, რა თქმა უნდა. იმედია გასაგები იყო მეტნაკლებად ჩვენი მაყურებლისთვის, დაგველოდეთ, ჩვენ კიდე შევხვდებით არაერთხელ, მადლობა ყურადღებისთვის.